ჩვენი პრესკლუბის სტუმარია ქალთა პარტიის წევრი ქალბატონი გუგული მაღრაძე. ქალბატონ გუგული, თქვენ როგორც მითხარით, ძალიან ბევრი სათქმელი დაგიგროვდათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. იქნებ გითხრათ, რისი თქმა გსურთ ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ დუმდით და აი ახლა რას გვეთქვით ჟურნალისტებს? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. რომ მე შესაძლებლობა მომეცა გავრცობით ვილაპარაკო რაღაც საკითხებზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ტრიბუნა ან ადგილი, სადაც შეიძლება ელაპარაკო ჟურნალისტებს და საერთოდ ელაპარაკო და მიმართო საზოგადოებას და არ შემოიფარგლო ორ-სამ წინადადებიანი რაღაც შენი აზრის გადმოცემით შედარებით იშვიათია ჩვენთან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ისეთი სადისკუსიო, ღია დისკუსიები, სადაც შეიძლება ვთქვათ ადამიანები იჯდნენ და დისკუსია მიდიოდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისე რომ ვთქვათ თვითონ წარმართავდნენ ამ დისკუსიას, ასეთი არ არსებობს. გამონაკლისია ესეთი გადაცემები, სადაც ჟურნალისტს მიყავს და არის სულ რაღაც 15-20 ნახევარი საათი და იქ ძალიან ძნელია ხოლმე ხშირად თქვა ის, რაც შეგინდა თქვა, იმიტომ რომ ჟურნალისტს აქვს თავისი ხედვა, თავისი დამოკიდებულება და მე კიდე მიმაჩნია, რომ აი დებატების კულტურა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, იმიტომ რომ მართლა გამოჩნდეს, რას ფიქრობს ადამიანები და ამ იმის მიხედვით, რას ფიქრობს, რა შეხედულებები აქვს, რა მოწონს, რა არ მოწონს, რა შეუძლია შეთავაზოთ საზოგადოებასაც ჭირდება ეს, იმიტომ რომ რაღაც დასკვნები უნდა გააკეთოს ამის მიხედვით. ერთადერთი სიტუაცია, როცა გაქვს ხალხთან კონტაქტის საშუალება, მასმედიის საშუალებით, ეს არის არჩევნების პერიოდი, ისიც საკმაოდ ლიმიტირებული და ისიც ისეთ საკითხებზე, რომელიც კონკრეტულად თქვათ, იქ პროგრამის გაცნობა, ან რამე თქვათ, რეაქცია რაღაც ისეთ მოვლენებზე, რომელზეც აუცილებელია შენი რეაქცია და არსებობს კიდე ესეთი საკითხები, რომელზეც პოლიტიკოს და არა მხოლოდ პოლიტიკოს ადამიანებს, საზოგადოების წევრს, მით უმეტეს ისეთ საზოგადოების წევრს, რომელსაც რაღაც პრეტენზიები აქვს, რომ რაღაცაზე თავისი აზრი შეიძლება საინტერესო იყოს ვინმესთვის, უნდა გქონდეს ეს ადგილი და ამიტომ მიმაჩნია თქვენი წამოწყება, prime time-ის წამოწყება არის ძალიან კარგი და თუ შესაძლებელია ხოლმე მე სულ ვამბობ, რომ მეორე არხი რაიონებშიც გადიოდეს, ეს იქნება ძალიან დიდი საქმე, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად ყოველთვის მნიშვნელოვანია გაცნობიერებული საზოგადოების რეაქცია. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა კი არა აქვს, ვის უჭერს ეს ადამიანი მხარს, ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, გაცნობიერებულად უჭერს თუ არა მხარს, გაცნობიერებულად მიყვება თუ არა რაიმე აქტივობაში. იმიტომ რომ გაუცნობიერებელი მასა ადამიანებისა, ეს არის ძალიან ადვილი სამართავი, მანიპულაცია, ძალიან ადვილი ასეთი ადამიანების და თუ კი ასეთი ადამიანები იქნება უმრავლესობა ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ ხალხში, ძალიან ძნელია რაიმე რეალურ წინსვლაზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში. იმიტომ რომ ქვეყანაში ყოველთვის უნდა იყოს, ეხლა ყველა ვერ იქნება ერთნაირად გაცნობიერებული, მაგრამ უნდა იყოს კრიტიკული მასა მოსახლეობისა, რომელსაც გარკვეული შეხედულებები ან გარკვეული мотиваცია აქვს, იმიტომ რომ მას გაცნობიერებული აქვს, ვინ არის, სად არის, რატო აკეთებს ამას, რას ხედავს მომავალში, ასე რომ რომელსაც შეუძლია დაგეგმოს თავისი ქცევა და იმის გარეშე თუ კი არ იქნა ეს ღია ეთერი, დებატები, შეხვედრები, დიდ რაოდენობის ადამიანებთან საკუთარი აზრის მიტანის საშუალებას ძალიან გაძნელდება. ხა მედია იცით თქვენ რა არის, ხო მედია არის ტექნიკური საშუალება როცა შესაძლებლობა გაქვს დიდ მასას ესაუბრო და მიაწოდო ინფორმაცია, მიაწოდო შეხედულება და შენი აზრები და ამიტომ მიმაჩნია რომ ასეთი რაღაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს როდესაც ჟურნალისტებიდან მოდის კითხვები, იმიტომ რომ ჟურნალისტები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ზოგი შეიძლება მაღალკვალიფიციურია, ზოგი არ არის ისეთი მაღალკვალიფიციური, ზოგი უფრო ვთქვათ მართულია, ზოგი არ არის მართული, მაგრამ ყველას მაინც მაჯაზე, საზოგადოების მაჯაზე უდევს ხელი და მთელი ეს კორპუსი ჟურნალისტებისა თავის პლუს-მინუსებით ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში, როგორ იქნება საზოგადოებრივი განწყობები და საზოგადოების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და მე ერთხელ მახსოვს რაღაც ხო ობიექტივში თუ სადღაც იყო ესეთი რომ აი ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება რომ რაკნანო ჟურნალისტებმა და მედია აკეთებს იმას, რაც მოდაშია, ასე ვთქვათ, ხო ის ცდილობს რომ უპასუხოს დროის გამოწვევებს, იმ გაგებით რომ ვთქვათ ზუსტად უპასუხოს იმას მარკეტინგული თვალსაზრისით, რა მოთხოვნილებით საზოგადოებაში არსებობს და მე კიდე ყოველთვის ვთვლი რომ ჟურნალისტებს და მედიას უნდა ქონდეს წინსწრები მნიშვნელობა, მან უნდა აწიოს საზოგადოების დონე, როგორც ისე ვთქვათ, მოდის კანონმდებელი ვინ არის, ჯერ არ არის მოდაში, მაგრამ მას შემოაქვს რაღაც და მე ყველა დანარჩენი მიყვება მას და აი ამ თვალსაზრისით განვიხილავ ხოლმე მე მედიასთან ურთიერთობის საკითხს. დიახ, კითხვები გაქვთ უკვე? არ ვიცი.
ანუ ქალბატონო გუგული პოლიტიკური პროცესები ნელ-ნელა იზრდება ნოემბრისთვის დაგეგმილი არის რამდენიმე ღონისძიება ოპოზიციური აქტივობები სად იქნება ქალთა პარტია ამ შემთხვევაში და დაუჭერს თუ არა იგივე სახალხო კრებას მხარს და გაბათვარა 25 ნოემბერს პარლამენტის მე მიმაჩნია რომ როდესაც ქვეყანაში რაღაც მოვლენები ხდება რომელიც მიმართულია იმისკენ რომ ხალხის აქტივობა იყოს უფრო მიზანმიმართული, ხალხის აქტივობა იყოს უფრო გაცნობიერებული, ადამიანებმა იციან სად მიდიან, რატომ მიდიან, რას აკეთებენ. ჩემთვის ყველა ოპოზიციური სპექტრიდან წამოსული ინიციატივა არის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველა ისინი აკეთებენ საქმეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა უფრო აქტიურად იყოს ჩართული თავისი ბედის გადაწყვეტაში. ის ადამიანები, რომლებიც ერთვებიან სხვადასხვა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, გაცილებით უფრო მეც ფიქრობენ იმაზე, სად არიან, რა გააკეთონ, რატო ხდება ეს და უფრო კრიტიკულები არიან შეფასებაში და უფრო იციან მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში და უფრო აქტიურები არიან და აქტიური მოქალაქეების გარეშე მოგეხსენებათ, რომ საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ქალთა პარტია სახალხო კრებასაც მხარს უჭერს. იმიტომ რომ იდეა სახალხო კრებისა თავისთავად არის ძალიან კარგი და ეხლა სახალხო კრებას რო არ უჭერდე მხარს მე ცოტა უხერხულია ჩემგან, იმიტომ რომ 2008 წლის შემოდგომაზე ალბათ ჟურნალისტებს გახსოვთ, ვინც მაშინ უკვე მოღვაწეობდა და თქვენ უკვე მოღვაწეოდით მაშინ, იმ ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელიც დღეს სახალხო კრებაშია, ჩვენ ესეთი წარმომადგენლობითი ეროვნული კრების საინიციატივო ჯგუფი იყო, რომელსაც მსგავსი ამოცანები ჰქონდა, უბრალოდ მაშინ ჯერ არ იყო 9 აპრილი, მაშინ არ იყო ბევრი რაღაც მოვლენა და ეს სახალხო კრების მოვალეობა იმ დროს ჩვენ ასე წარმოგვედგინა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული watchdog-ი ხელისუფლებისა. ანუ მას უნდა ეკონტროლებია თუ მიეწოდებია ხალხის აზრი ხელისუფლებამდე, მიეღო გადაწყვეტილება და ხელისუფლება უფრო მეტად იქნებოდა ვალდებული მოესმინა სახალხო კრებისთვის, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა უკვე ერთი პოლიტიკური პარტია, ანუ 2 ან 10 პოლიტიკური პარტია, ეს იქნებოდა წარმომადგენლობითი, სადაც ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს არჩევნების გარკვეული პროცედურის საფუძველზე, იმიტომ რომ ეს ვერ იქნება ესეთი არჩევნები, როგორც ვთქვათ, ის არჩევნებია, რაც მიდის, თავისი წარმომადგენელი ეყოლებოდა სახალხო კრებაში, რომელიც გამოხატავდა მის უკან მდგარი 50, 100 თუ 200 თუ 300, ეს გააჩნია როგორი კვოტება იქნებოდა. მათაც შემდეგ ეს ჩვენი ინიციატივა, თქვენ იცით, ამ ინიციატივაში ვიყავით ჩართული პოლიტიკოსებიდან ბატონი კოკო გამსახურდია, აკაკი ასათიანი, გია მაისაშვილი და მე. დანარჩენები, ასე ვთქვათ, მხარს უჭერდნენ, მაგრამ უშუალოდ არ იყვნენ ჩართული და აქ იყო ბატონი რეზო ესაძე და ბევრი ისეთი ადამიანები, რომელიც დღესაც არიან სახალხო კრებაში და შემდეგ მოდიოდა 9 აპრილი, უпростоრად 31 მარტს ჩვენ მქონდა დაფუძნებელი ყრილობა ამის, მაგრამ რა 9 აპრილი იყო, ჩვენ უკვე პარალელურ რეჟიმში აღარ გავაგრძელეთ მუშაობა და ასე რომ ეს იდეა იყო როგორც იცით, მხარდაჭერილი კი იყო, მაგრამ ასე აქტიურად მათში ჩართვა არ იყო სხვა პოლიტიკური ძალების და ამიტომ თავისთავად ეს იდეა წარმომადგენლობითი სახალხო კრებისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ეს აძლევს უბრალოდ ყველაფერს რო თავიდანვარევად ადამიანი რო დაფიქრდება იმაზე, რომ არსებობს ასეთი ორგანო და მე ვინ ავირჩიო ჩემ წარმომადგენლად. აი ეს უკვე ნიშნავს, რომ ის რაღაცა ნაბიჯს თავის საზოგადოებრივ აქტივობაში დგამს. გარდა ამისა, მე მხარს უჭერს ასევე რვიანის ინიციატივას. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ნახოთ რა გამოვა, მაგრამ ცდელობა იმისა, რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს გაუმჯობესებული, ეს არის აუცილებელი რაღაც და ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, სხვათა შორის ხელისუფლებისაც, რაზე წავა, რაზე არ წავა. ამის მიხედვით ჩვენ ძალიან ბევრ ამას შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ესე იგი რას ელოდება, თქვათ, ხელისუფლება ოპოზიცია, ვიცით რას ელოდება, ოპოზიციას მართლა ძალიან, ასე თქვათ, სიკვდილსიცოცხლის საკითხია, რომ იყოს ისეთი გარემო, სადაც ერთი ადამიანი, ერთი ხმა იქნება და მე ყოველთვის მithქვია ხოლმე, რომ თუ ოდესმე მოვესწრებით ჩვენ დამოუკიდებელ ისეთ ნამდვილ სამართლიან არჩევნებს, ეს იქნება ძალიან კარგი, თავისთავად ხო ძალიან კარგია და საჭიროა, იმიტომ რომ როდესაც არასწორი არჩევნებია, პირველ დღეს არასწორად შეიკრავენ, მე ყველაფერი არასწორად მიდის. უბრალოდ არასწორად ან ყალბი манипуляციებით არჩეული ხელისუფალი არ გზნობს თავს ანგარიშვალდებულად ხალხის წინაშე, იმიტომ რომ მან იცის, ის ხალხის მიერ კი არ არის არჩეული, ის არის თავისი манипуляციების შედეგად. გარდა ამისა, თავისუფალ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პოლიტიკური სპექტრის დაწმენდისთვის. რატო? დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია თქვას, რომ მე გამიყალბეს არჩევნები, მე მქონდა 5-6% და მომწეს 2% ან 3%, ხო? როდესაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ არჩევნები მიდის სამართლიანად, ასეთ შემთხვევაში არავის პრეტენზია არ ექნება და უკვე ერთ არჩევნებში თუ ვერ გადავლახავ 5-ს
მეორეჯერ კიდე თავისუფალ არჩევნებში ვერ გადავლახავ, მე უკვე ვიცი რომ უნდა დავამთავრო როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, ან პოლიტიკოსმა ჩემი მოღვაწეობა და დღეს უკვე ყველასა აქვს ამის საბაბი თუ მიზეზი რომ თქვას რომ იცით რა რო ჩატარებული იყო ნამდვილი არჩევნები, მე ვიქნებოდი გამარჯვებული, ან მე ვიქნებოდი კვალიფიციური სუბიექტი. ამიტომ ამ ასეთი არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვთვლი რომ ხალხის მხარდაჭერა უნდა კონდეს ამ 8 ოპოზიციური პარტიის საქმიანობას, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის გაცილებით ადვილია ხელი აუკრას ინიციატივას, როცა აქ მარტო პოლიტიკური ძალაა და გაცილებით ძნელია ხელი აუკრას ინიციატივას, როცა ამ 8 პოლიტიკური ძალის უკან დგას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქალბატონო გუგული, რომ დავაკონკრეტოთ, ანუ თქვენ უერთდებით სახალხო კრებას. მე სახალხო კრებაზე ვიქნები მხარდამჭერი და ერთ-ერთი დამსწრე ხა მე არა ვარ იქ ასე ვთქვათ აქტიური მომზადებელი. ანუ აქამდე ცნობილი იყო რომ მხოლოდ ნინო ბურჯანის პარტია უცხადებდა მხარდაჭერას. არა, მე ალბათ ამაზე განცხადებას გავაკეთებ, მიმაჩნია რომ ხარი უნდა დაუჭიროთ და მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ხარი უნდა დაუჭიროთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ კარი ღია უნდა იყოს თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ ძალებს შორის, იმიტომ რომ დღეს სწორედ ამის წინ კითხულობდი რაღაც ისტორიულ მასალებს 9-17 რევოლუციასთან დაკავშირებით და აი არის ასეთი პარტია დღეს არ არის საქართველოში რომ ვინმე თქვას რომ ოპოზიციაში არის ისეთი პარტია რომელიც მთლიანად აიღებს თავის თავზე მთელ ტვირთს იმისა რომ კიდეც რომ მოვიდეს ხელისუფლებაში მარტო შეძლოს მართოს. ამიტომ გინდა ხელისუფლების შეცვლაში, გინდა შემდეგ მართვაში პარტიათა კოალიცია არის ის ძალა რომელსაც შეუძლია თავის თავზე ეს აიღოს და მიმაჩნია რომ ყველა კარი ღია უნდა იყოს. ღია უნდა იყოს კარი რვიანსა და სახალხო კრებას შორის ურთიერთობისა, ღია უნდა იყოს კარი რვიან სახალხო კრებას და ქართულ პარტიას შორის ურთიერთობისა. საერთოდ ყველა იცით ოპოზიციამ უნდა თავი დაანებოს უკვე არაერთხელ გაცვეთილი ფრაზაა უკვე რომ ერთმანეთზე აუგის თქმა ნიშნავს იმას რომ ჩვენ ძალიან ვასუსტებთ არა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრს, არამედ ვასუსტებთ ადამიანების ნდობას ცვლილებებისადმი. იმიტომ რომ თუ რაღაც პოლიტიკური ძალები არ იქნა ისეთი რომელსაც ადამიანები ენდობიან, ცვლილება თავისთავად არ მოდის. კი გამონაკლისს შემთხვევაში არის რომ თვითონ ხელისუფლების თავში მყოფმა პარტიამ შეიძლება განახორციელოს რაიმე ცვლილებები. მაგრამ ასეთი ტიპის პარტია დღეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობის სახით სამწუხაროდ არ აქვს. თორე ეს ყველაზე კაი ვარიანტია, როდესაც რაც საჭიროა ქვეყანაში, გინდა დემოკრატიისთვის, გინდა ეკონომიკისთვის, გინდა საერთო მდგომარეობისთვის, როცა თვითონ ხელისუფლებაში მყოფი პარტია ახორციელებს ამას. ეს ყველაზე ადვილი გზაა ქვეყნის წინსვლისთვის. მაგრამ ჩვენ მე მაგალითად ეხა შეიძლება ბევრი დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს, მიმაჩნია რომ ისეთი ტიპის ცვლილებები როგორც ქვეყანაში ჭირდება სამწუხაროდ ზევიდან არ მოდის. ამიტომ უნდა გახორციელდეს ცვლილება, თქვათ იმ ოპოზიციური ძალებით და მათი მხარდამჭერებით. მე გულისხმობ ცვლილებაში. ცვლილება არ არის აუცილებელი, ხლა ეს არ არის ის რაღაც დავამხოთ და რამე, მაგრამ ცვლილება არის აუცილებელი. ცვლილება ხელისუფლების ცვლილება ეს არის ქვეყნის განვითარების აუცილებელი გზა. თქვენ რა გგონიათ, რატოა ის რომ 4 წლის 1 არჩევა, 2 არჩევა, რომ მეტი არ შეიძლება? ჩემთვის მაგალითად ძალიან ნიშანდობლივია რომ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს ამერიკაში არჩევნებში. ახლა ეს არის ძალიან კარგი სიგნალი ხელისუფლებისთვის, იქ არსებული ხელისუფლებისთვის, რომ კონტროლი აქვს ამ ხელისუფლებას და სწორედ აი ბალანსზე, ურთიერთკონტროლზე დგას ნორმალური ქვეყნებში ხელისუფლება და ამიტომ ცვლილებებისადმი ღიაობა უნდა იყოს საზოგადოებაში. თორე ხა მექსიკური ტიპის ქვეყანა ჩვენ ვერ ვიქნებით სხვადასხვა გარემოებების გამო, რომ ერთი პარტია ხანგრძლივად იყოს ძალაუფლებაში, ეს არ მოხერხდება იმიტომ რომ ჯერ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა არ გვაძლევს ამაში ვთქვათ დარწმუნების საშუალებას და მერე კიდე იცით ასეთი ტიპის ქვეყანაში როგორიც ჩვენია ალბათ ძნელია ერთი პარტიის ხანგრძლივი ბატონობა თუ ის იქნება დამყარებული იმ პრინციპებზე რასაც ეს პარტია აცხადებს ყოველ შემთხვევაში დეკლარირებას რასაც ახდენს ხო ამბობს ეს ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ დემოკრატიისკენ მიმავალი უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ და ასეთ დროს მე მიმაჩნია რომ ზუსტად ცვლილებისადმე მზაობა მთავარი და ცვლილება უნდა განახორციელოს ოპოზიციური ძალების ერთობლიობა, იმიტომ რომ ერთი ასეთი პარტია ჯერჯერობით არჩევს. ქალბატონ გუგული თქვენ ახსენეთ რომ მიესალმებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაწყებულ სამუშაოებს. თქვენ ალბათ თქვენი პარტია არ არის უფლებამოსილი შეუერთდეს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ თუ დაუგზავნით კოლეგებს, ოპოზიციონერ კოლეგებს შენიშვნებს და რა შენიშვნები იქნება რატების შენიშვნები? ხოჭის 2008 წლის მარტში, როცა ჩვენი პარტია ერთი კვირის ჩამოყალიბებულიც არ იყო, ბატონ ვახტანგ ხალაძესთან ერთად ჩვენ გქონდა კონსულტაციები და ჩვენ მომავზადეთ ერთად პროექტი და წარუდგინეთ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს. Ქონდა შეხვედრა სააგენტოს დირექტორთან, სადაც იყო ლაპარაკი ზუსტად ამებზე, ბევრი სიების დაზუსტება, ბიომეტრიული პასპორტები, ჩვენ უფრო მეტიც ჩვენ ქონდა მაგალითად დათვლა როგორ უნდა იყოს და ჩვენ მე მაგალითად დღესაც მიმაჩნია რომ დათვლა არ უნდა იყოს უბანში.
უნდა ილუქებოდეს შედეგები და დათვლა უნდა იყოს საოლქოში და უნდა მივიდოდეს მონიტორინგის და ღია დათვლა უნდა იყოს, რომლის თვალყურის დევნება შეუძლია ნებისმიერ